ჩვენს მიერ ხდება ძალადობა გამოვლილი ქალების და რისკ ოჯახების, ესე ვთქვათ, იდენტიფიცირება, რასაც ახორციელებენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში. თითოეული ცენტრი წარმოდგენილია ლიდერი ქალით, ეგრეთ წოდებული მობილიზატორით, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ცოდნით და უნარებით იმისათვის, რომ ადგილზე მოახდინოს სიტუაციის შეფასება და ძალადობა გამოვლილი ქალებისა და რისკ ოჯახების იდენტიფიცირება. ჩვენ პირდაპირ არ ვიწყებთ ამ ქალებთან დაუშვათ საუბარს იმაზე, თუ მათ შეუძლიათ დაუშვათ აიმაღლონ რაღაც ცოდნა, შემდეგ მიიღონ რაღაცა პროფესია, შემდეგ მიიღონ რაღაც მცირე გრანტი. არამედ ჩვენ სანამ დავიწყებთ ამაზე საუბარს, ვიწყებთ მათი რეაბილიტაციით. მუშაობს ფსიქოლოგი, მუშაობს სოციმუშაკი, მუშაობს იურისტი, ანუ არის კომპლექსური მიდგომა. დგება შესაბამისი სამოქმედო გეგმა და თუ კი საქმე გვაქვს რთულ кейსთან, ამ შემთხვევაში ხდება ქალების რეფერირება, ანუ გადამისამართება ფონდში არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში, ან სხვა შესაბამის მხარდაჭერის სერვისებზე. ფონდში არსებობს დღის ცენტრი, სადაც ქალბატონებს შეუძლიათ გაიარონ პროფესიული კურსები, მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვის, პოლიმერული თიხის, კერვის, სტილისტის, ანუ საპარიკმახერო საქმის, კოსმეტოლოგიის და ასე შემდეგ. დაახლოებით წელიწადში 50-მდე ქალბატონი გადის ამ კურსებს. ქალებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ ბიზნეს ტრენინგი, მიიღონ მონაწილეობა მცირე გრანტების კონკურსში და მიიღონ შესაბამისი მხარდაჭერა იმისათვის, რომ წამოიწყონ მცირე ბიზნესი. ფონდის ოხუმი აღმოჩნდა ამ ქალების ცხოვრებაში ისეთი მხარდამჭერი, რასაც ეს ქალბატონები ვერც საზოგადოებაში, ვერც ერთი ნაწილისგან, ვერც ოჯახის წევრებისაგან, ვერც ახლობლებისაგან ვერ ღებულობდნენ. აქ ქალბატონები მოდიან საკმაოდ დაბალი თვითშეფასებით. ესენი არიან ქალბატონები, რომლებიცაც უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული ცხოვრებაზე, ამბობენ, ესენი არავის არ ჭირდებათ ფიზიკური ძალადობის გარდა, როგორც მოგეხსენებათ, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეს არის ყველაზე რთული ამ ქალების ცხოვრება. პოლიმერული თიხის შემდეგ ამ ქალების ცხოვრება მაქსიმალურად შეიცვალა, დამოუკიდებლები ხომ გახდნენ და ზოგიერთისთვის ეს ბიზნესათაც გადაიქცა. უამრავი ქალში აღმოჩნდა ის მიძინებული შემოქმედებითი ნიჭი, რისი აი ამ გამომჟღავნების უნარი ზუსტად ჩვენმა ფონდმა მისცა. ძალიან ბევრი საინტერესო და წარმატებული кейსები გვაქვს, რომლებმაც საკუთარ თავში დაამარცხეს სუსტი ქალი და ესე